თემებზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენს პირველ სტუმართან ერთად გიორგი ხატიაშვილი ჩაგურთვება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დოქტორი. მივესალმებით გიორგი ხატიაშვილს. დილამშვიდობისა გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. 21 დღე სამხედრო მოქმედებების და რომ აღწეროთ რა ხდება ახლა სამხედრო მოქმედების დროს, რა ხდება საქართველოს ახლო სამხრეთში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მეც შევუერთდები წუხარებას, რაც შეეხება რა ხდება ჩვენთან სამხრეთში. დღეს რამდენიმე საათის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანს არ აქვს უпростоრად ისრაელმა სრულად გაუნადგურა ირანს ურანის გამდიდრების შესაძლებლობა და სრულად გაუნადგურა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ანუ ირანს თუ შემორჩა არ ვიცით, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა რომ აწარმოოს ახალი ბალისტიკური რაკეტები და ასე ვთქვათ, არ აქვს ეთყობა ყველა ცენტრიფუგა ან დიდი ნაწილი ცენტრიფუგების განადგურებული, არ შეუძლია აწარმოოს ან გაამდიდროს ურანი. ერთადერთი საკითხი რაც შეება არის ის ვადაღებული 460 თუ 400 რამდენი კილოგრამის 60%-ზე გამდიდრებული ურანი, რომელიც დაფლულია ისფაჰანთან, რომელზეც უდომაც ზოგიერთი წყაროთი ირანს აქვს, ზოგიერთი წყაროთი წინა 12 დღიანი ომის დროს ისე ჩამოინგრა ის საცავები და ის გვირაბები, რომ ირანს თვითონ არ აქვს ამაზე წვდომა და რა უყონ აი ამ 460 კილოგრამ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს. ამის მიღმა ალბათ 3 კვირის თუ 21 დღის მანძილზე ასე ვთქვათ, პირველად ვხედავთ ჩვენ საჯარო ერთგვარ განსხვავებულობას პოზიციებში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საჯაროდ ამბობს, რომ ჩვენთან შეთანხმებული არ იყო და მოუწოდებთ, რომ ისრაელს რომ აღარ დაბომბოს, კატარსა და ირანს შორის არსებული გაზის ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ, ისრაელი ამბობს, რომ აღარ გავაკეთებთ და აქ რა ჩანს, რომ ისრაელის გეგმა, რა თქმა უნდა, განცხადებული გეგმა არის, რომ სახელმწიფო კოლაფსი, რაც გამოიხატება, რა თქმა უნდა, დემილიტარიზაციაში, მაგრამ ასევე გამოიხატება სრული, ვთქვათ, ეკონომიკური შესაძლებლობის მოსპობაში, რომ ირანმა ნებისმიერი შემოსავალი მიიღოს და რა თქმა უნდა, დეკაპიტაცია, რაც გულისხმობს, ესე იგი, სრული პოლიტიკური და სამხედრო დაზვერვითი უსაფრთხოების ელიტის ასე ვთქვათ, განადგურებას. ამ ხრივ ამერიკის პრეზიდენტიც, რა თქმა უნდა, დანაზიარია ამ გეგმების მეტნაკლებად, მაგრამ აი ეს ენერგორესურსებზე ფასის სწრაფის და მას არ აწყობს შესაბამისად თუ არა სტრატეგიაში, ტაქტიკაში პატარა განსხვავება შეიძლება შეიმჩნევა ამ მესამე კვირის დასასრულ სამხედრო ოპერაციის. რა ხდება ნავთობის ბაზარს და რა მდგომარეობა ყურის სახელმწიფოებში? ჩვენ ვნახეთ, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენლები ირანის საპასუხოდ სამხედრო მიღების უფლებას იტოვებენ, ეს იყო განცხადება, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ძალიან დარდობენ იმაზე, რომ აღმოჩნდნენ გაჩაღებული ომის შუაგულში, ისე რომ დაცულები არ არიან, ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში, ხო კი, დაცულები არიან, გასაგებია რომ მათ მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო ძალები იცავენ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახით, პირდაპირ თუ ირიბათ და მათაც ძალიან ბევრი შეერაღება აქვთ, მაგრამ ირანმა გაბედა მათზე შეტევა. მათ შორის ყატარზეც კი, რომელიც იყო მომლაპარაკებელი, მათთვის ალბათ ყველაზე ბოლოდნელიც კი იყო, რომ მათ წინააღმდეგ რაკეტები ისროლეს ირანელებმა. აი ყურის სახელმწიფოებში რა ხდება ახლა? რა განწყობებია და როგორ უყურებენ არსებულ მდგომარეობას? ხო, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი მოთმინების ფიალა ივსება და ეხლა ჩვენ საჯაროდ არ განვაცხადებთ როდის და რანაირად უპასუხებთ ირანს, მაგრამ იმ მიჯნას შეიძლება მივახციოთ, რომ ირანს უპასუხოთ. მიუხედავად იმისა, რომ კატარის გაკურებულია, ომანის გაკურებულია, შევიდა რა თქმა უნდა ბევრს უკვირს რატო ახორციელებს ირანი ამ ნაბიჯებს, მეორე მხრივ ასე შეიძლება გავაანალიზოთ, რომ ძალა უძალოთა, ხო, ახლა ირანს არ აქვს საშუალება, რომ ამერიკის და ისრაელის გამანადგურებლები ჩამოაგდოს, ირანს აღარ ჰყავს ფლოტი, როგორც ამას ყოველდღე ამერიკის თავდაცვის ომის მდივანი გვიცხადებს, ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა მცირდება და ირანს დარჩა ეს ასიმეტრიული ასე ვთქვათ, შეტევების ჯერ კიდევ შესაძლებლობა,
და გათვლა არის ასე ვთქვათ, ასე იგი ნავთობის რეგიონის დესტაბილიზაცია ერთი და მეორე ენერგორესურსებზე ფასის დესტაბილიზაცია და ამისი ესეთი ყველაზე ესეთი ხელსაყრელი საშუალება არის ხო რა თქმა უნდა ყურის რეგიონში მეზობელ სახელმწიფოების ენერგო ინფრასტრუქტურაზე შეტევის მიტანა და მით უმეტეს თუ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებენ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შეტევას კიდევ ერთხელ ხო ახლა ისრაელს ახლა ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურა მაინდა-მაინც არ აქვს და ნუ ამერიკას ირანი ვერ წვდება და შესაბამისად ეს ასიმეტრიული პასუხი ხვდებათ ამ მეზობლებს, რომელიც კი ამობენ ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ ირანის პასუხი არის რომ ნუ თქვენ არაფერ შუაში ხართ, მაგრამ ჩვენ ვურტყავთ ერთი ამერიკის სამხედრო ობიექტებს თქვენ ტერიტორიაზე, მაგრამ ცხადია რომ ამის მიღმა რა თქმა უნდა იქ სასტუმროებსაც ხდება და უკვე ენერგოინფრასტრუქტურაც ხდება, მაგრამ ირანული პერსპექტივიდან ეს ერთი სხვი მეორე სხვი ეს არის ალბათ კუთხეში მიმწვდეული ასე ვთქვათ რეჟიმის პასუხი იმ კუთხით რომ სხვა პასუხი საშუალება ირანს არ აქვს, ხო, როცა ხარ სუსტი ამ შერკინებაში ეს ერთადერთი ასიმეტრიული პასუხია, რომელიც თავი გაქვს, ასე ვთქვათ. აი დეკაპიტაცია ვახსენეთ და ეს ტერმინი ახლა ძალიან ესეთი პოპულარული ტერმინია. უცხო სიტყვათა ლექსიკონს თუ ჩავხედავთ, დეკაპიტაცია არის ხერხემლიანი ცხოველებისათვის თავის მოკვეთა და ხერხემალი რჩება აშკარად. და მოდი ამ ხრივად შევაფასოთ, როცა ვლაპარაკობთ ირანის რეჟიმის დეკაპიტაციაზე, მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს მათ. ალი ხამენეიზე უფრო მნიშვნელოვანიც კი და ალი ხამენეის ბუნებრივად ცენტრალური სიმბოლური ტექნიკური ყველანაირი ტიპის მნიშვნელობა ჰქონდა ამ რეჟიმისათვის და ფაქტია რომ ამ მიმართულებით მათ ჯერ გამართვა ვერ შეძლეს მიუხედავად ისა რომ ამბობენ რომ მისი შვილი აირჩიეს ახალ სრულიერ ლიდერად. თუმცა უფრო ცენტრალური შეიძლება იყოს ალი ლარიჯანის კვლელობა, იმიტომ რომ ლარიჯანი იყო სწორედ კოორდინატორი ალბათ მთელი ამ სამხედრო მანქანისა, მათ შორის კლერიკალებს პოლიტიკურ კლასს და სამხედრო მანქანას შორის. აი ყველაზე ახლოს იმ ფუნქციასთან, რასაც ხამენეი ასრულებდა, სწორედ ლარიჯანი იყო. რა მიმართ რა ხდება ახლა ამ დეკაპიტაციის მიმართულებით? ვინ დარჩა? ან რა ტიპის ხერხემალი დარჩა, რომელიც ამ რეჟიმს ახლა მართავს? გვაქვს თუ რა ხო, დეკაპიტაციას რაც შეეხება, ნუ ჯერჯერობით პრეზიდენტი ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერს პრეზიდენტს არავინ არ ეკითხება, ამ წუთას მე მგონი, ნუ ახლა შეიძლება რაც ბატონი ლარიჯანი აღარ არის გაიზარდა პრეზიდენტის წონა, მაგრამ აქ ლაპარაკია და ბევრი ასე ვთქვათ დასავლელი ექსპერტი თუ ირანის სპეციალისტი გამოიყენებს ამ ტერმინს, რაც არის ასე ვთქვათ ირანული deep state, რამდენ ხანს გაძლებს ირანული deep state, როდესაც ვთქვათ ასე ვთქვათ ხელმძღვანელ ლიდერშიპი აღარ არსებობს, მაგრამ სისტემის ჭანჭიკები ავტონომიურად აგრძელებენ ორგანიზმის განაგრძობენ ფუნქციონირებას და შესაბამისად მექანიზმი კვლავ მუშაობს, ხო? აი ეს რამდენ ხანს გასტანს, თქვათ, ირანული deep state რამდენ ხანს შეძლებს ავტონომიურად იფუნქციონიროს და მეორეს მხრივ ანუ ისრაელის გეგმა არის ერთი დეკაპიტაცია იმ დონეზე, რომ ჩამონაცვლებელი ან არ გამოჩნდეს, ან იმ დონეზე რომ უკვე ადამიანი ვინც შემდეგი რიგში უკვე რომ ვინც შემდეგს ეთქვა რომ შენიჯერია დაიკავო ეს თანამდებობა ის უბრალოდ არ გამოცხადდეს სამსახურში, ხო? იმიტომ რომ მიხვდეს რომ შემდეგი ის არის და ამ ასეთი დონის დეკაპიტაციას როგორც იწერება, ხო, პრესაში, ანუ სახელმწიფოს კოლაფსი. კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ეს სახელმწიფოს კოლაფსი შეიძლება ჩამოშალოს რეჟიმი, რა თქმა უნდა, მაგრამ მის ადგილზე შეიძლება დაიწყოს სრული განუკითხაობა და ქაოსი და არა თქვათ ის რაღაცა რეჟიმის ცვლილება, რის იმედიც და სურვილით, რა თქმა უნდა, უფრო ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ასე თქვათ ჩვენ გვახსოვს, ხო, დეპატიფიკაციის შედეგი კი იყო ერთი, რა თქმა უნდა, თქვათ ეს სუნიტური ელიტის შეცვლა ერაყში, მაგრამ იმის გამო რომ ასე ვთქვათ უკანასკნელი და ვიცი დამლაგებელი გაუშვეს, ხო, დეპატიფიკაციის შედეგად, მე ეს ხალხი ISIS-ში აღმოჩნდა და ეხლა რა რეჟიმიც არ უნდა მოვიდეს ირანში, ხო, ეხლა უკანასკნელ კლერკს ალბათ ამ ისლამური სახელმწიფო ისლამური რეჟიმის ვერ გაუშვებენ და ბოლოს
ის თუნდა გვეხმოდეს ხო ესე იგი 47 წელი ეს რეჟიმია, ამას აქვს ეს თავის სამხედრო ძალაც, სახელმწიფო ბიუროკრატიაც, რომელიც ასევე ხო თვითონაც ფიქრობს, რომ ხა თუ ახალი რეჟიმი მოვიდა, მასაც კარგი დღე არ დაადგება და ალბათ კბილებამდე იბრძოლებს. ანუ შეიძლება ამერიკას ვერ გაუწიოს ხა ისე წინააღმდეგობა, მაგრამ ქვეყნის შიგნით ნებისმიერ რევოლუციას და ნებისმიერ ასე ვთქვათ რაღაცა ცვლილებას შეეწინააღმდეგება. ამიტომ ჩანაცვლების რესურსის სანამდე გასტანს ნამდვილად ვერ გეტყვით, იყო ლაპარაკი, რომ ლარიჯანი თითო თანამდებობაზე მინიმუმ 4 სათადარიგო შეარჩია, ყველაფერს აქვს რესურსი. მაგრამ დეკაპიტაციასაც აქვს ლიმიტები, იმიტომ რომ თავის რეჟიმის ცვლილება არ გადაიზარდოს სრულ ქაოსში და ანარქიაში. მოშორს ამ ხრივ ირანი ნამდვილად განსხვავდება ალბათ მეზობელი სახელმწიფოებისგან. ირანის არც საზღვრები, არც სახელმწიფოებრიობა არ შექმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სტამბოლის ერთ სასტუმროში სახაზავით ახაზული საზღვრები არ აქვს მას. ანუ ბევრად უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს და მათ შორის ის რომ თავის დროზე ისლამური რევოლუციის შემდგომ მათ მოახერხეს ძალიან მალევე ერაყთან ომში გადაშვება და ამ ომში საბოლოო ჯამში გადარჩენა და სისტემის შენარჩუნება იქიდანაც გამომდინარეობს, რომ უწყვეტი ბიუროკრატიის, უწყვეტი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება არსებობს. ანუ არის რაღაცა ტიპის deep state-ის სტრუქტურები, რომლებიც არ იცვლება მათ შორის იმის მიუხედავად რა ხდება ზემოთ. მათ შორის ეს არის საუნივერსიტეტო ელიტები, არსებობს ურბანული ელიტები, არსებობს სავაჭრო ეკონომიკური ელიტები და ასე შემდეგ. თორემ ძალიან საინტერესოა ამ ხრივ ნამდვილად რა მოხდება. გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა ტრამპს და ტრამპისთვის დამახასიათებელი მორიგი ესეთი მომენტი შეიქმნა, როდესაც ჟურნალისტმა მას კითხა, რომ წინასწარ რატო არ გააფრთხილეთ იაპონია და მაშინ იაპონიამ პერლ ჰარბორის წინ რატო არ გაგვაფრთხილა ჩვენო. ხო, კაი იყო მაშინ, რომ მოულოდნელობის ეფექტი იყო. ძალიან უხერხული მომენტი იყო. მეტი რო არ შეიძლება ისეთი. მაგრამ ამას ყველა უკვე შეეჩვია მგონი თეთრ სახშის და თეთრ სახლის მიღმაც, მაგრამ რა ხდება ვაშინგტონში ახლა? რა დინამიკა არის პოლიტიკურ ბატალიებისა და რამდენად მკაცრად, ანუ სად არის ტრამპის პოზიციონირება ახლა შიდა პოლიტიკურად ამ ომიდან გამომდინარე მათ შორის? რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ხო, ერთის მხრივ ჩვენ ვადევნე, კვლევები გვეუბნება, რომ ასე ვთქვათ, ესეთი ტრამპისტული ბანაკი ტრამპთან არის, ანუ ჯერჯერობით ხარს უჭერს. თვითონ ამ ასე ვთქვათ, ამ მაგა კომენტატორების სივრცეში კი ესეთი ასე ვთქვათ დაპირისპირება, უმთავრესად ალბათ ტაკერ კარლსონი, რომელიც მთლიანად ომის წინააღმდეგია და ესე ღიად ულტრამემარჯვენე ბანაკში ასე ვთქვათ ისრაელის კრიტიკოსია. მეორეს მხრივ, ხო, ანუ ეს ასე ვთქვათ კომენტატორებში დაპირისპირება არის ლაპარაკი, რომ თქვათ ჯეიდი ვენსი ეთანხმებოდა, არ ეთანხმებოდა, თუმცა მან თქვა, რომ ხა ჯეიდი ვენსი საჯაროდ ხარს უჭერს და აქ გამოვიყენოთ ალბათ ეს ტერმინი, ალბათ გუნდში შეიძლება შიგნით რაღაცა ვთქვათ წამოჭრა საკითხები ან წინააღმდეგი იყო ან რამე, მაგრამ ასე ვთქვათ დემოკრატიული ცენტრალიზმის მიმდევარია ხო ჯეიდი ვენსიც რომ იდებადეს, მაგრამ როცა მიიღო გუნდმა გადაწყვეტილება, ის რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილების ერთგულია და ახლა საჯაროდ მით უმეტეს ახლა არა მარტო ჯეიდი ვენსი, არც ერთი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საჯაროდ საკუთარ პრეზიდენტს არ და ვერ დაუპირისპირდება, ხო კამალა ჰარისმა დღემდე ნანობს ალბათ რომ ბაიდენს ღაზის ომთან მეტად არ გაემიჯნა, ალბათ ბოლო ესეთი შემთხვევა ასე ვთქვათ ესე საჯარო დაპირისპირების იყო 1900 ალბათ 69 წელს, როცა ჰიუბერტ ჰემფრი, რომელიც იყო ლინდონ ჯონსონის ვიცე-პრეზიდენტი, კაფიოდ და საჯაროდ თქვა, ხო, უფრო რომ სამხრეთში დაბომბვების შესაძლებლობა და უნდა მოვილაპარაკოთ ჩრდილოეთთან და ასე ვთქვათ სამხრეთ ვიეტნამის ომთან დაკავშირებით. ეს ახლა ბოლო მახსენდებათ. მის მიღმა ვიცე-პრეზიდენტი არის ერთგული თანამებრძოლი ამერიკის პრეზიდენტის. მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს ეს პოლიტიკა, ასე ვთქვათ ესეთი საჯარო და აზრია და მოიაზრება და მოარული ხმარი, რომ ხა ვიცე-პრეზიდენტი პანდემიის კმაყოფილი არ არის, იმიტომ რომ ზოგადად არ არის ეს ინტერვენციონისტი ზოგადად. რუბიოსთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა პირიქით, ხო? ხა თუ რუბიო ასე ვთქვათ პოლიტიკური ოპორტუნიზმის თუ რაღაცა გადაფასებების თუ პოლიტიკაში გადარჩენის მიზნით უფრო მოდი ასე ვთქვათ თამაშობდა ტრამპის და მისი ესე ბუნებრივი შემადგენელი არის ეს ნეოკონსერვატიზმი, რომელშიც ის გაიზარდა და როგორი სენატორიც იყო, ხო, გვახსოვს. ჯეიდი ვენსი არ თამაშობს ამ ტრამპის, ხო, ჯეიდი ვენსი სანამ ტრამპი გამოჩნდებოდა, მანამდე ტრამპი სტობდა ამ კუთხით, ხო, იზოლაციონიზმის კუთხის შესაბამისად და ეს დაპირისპირება დაფლულია, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, შიდა კულუარებში.
როცა ლაპარაკობთ ჩვენ ამ დაპირისპირებაზე, აქ მარკო რუბიოს გამჟღავნებული არ აქვს, რომ მას უნდა კენჭისყრა პირიქით ის ამ თემას ფაქტობრივად თუ არ ყოფილიც კი აქვს, რომ თუ JD იყრის ოკენს, მე არ ვიყრი ოკენს, ასე აქვს რა თქვა. JD-ის შემთხვევაში ეს ყველა მიცის, რომ JD აპირებს კენჭისყრას, JD Vance. თავისთავად მაგას კოალიცია რამდენად შეიძლება შენარჩუნებადი იყოს მის პირობებში. აი ამ საკითხების თუ გავყავით ამის მიხედვითაც. ჯერთ აქ მას ბევრი პრობლემა შეექმნა რამ ხრივ. მან ყველაზე უფრო პრობლემური მიმართულებებით პრობლემური თემები ჩაიბარა ტრამპის ადმინისტრაციისა JD Vance-მა, მათ შორის იმიგრაციის წინააღმდეგ ესეთი მკაცრი დაკავებების პრაქტიკის გამართლება სწორედ მას დაევალა, მოდი ესე ვთქვათ. გავიგე, რომ ეს ვიღაცისთვის შეიძლება იმ ბაზაში მოსაწონი იყოს, მაგრამ ეს არ არის რიტორიკა, რომელთაც ამერიკის პრეზიდენტი შეიძლება ანუ დიდი კოალიცია შეკრას, ანუ გადაუწყვეტელი ამორჩეველი მიიმხროს მათ შორის. აი შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები, მათ შორის იქნება თუ რა ამ ხრივ ინდიკატორი ბევრი რამის, როგორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები 2 წლის შემდეგ. აუცილებლად, ანუ ყველას ვისაც აქვს ან განიხილავს პრეზიდენტად კენჭისყრას, ყველა ელოდება შუალედურ არჩევნებს, რომლის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, ესე ეგრეა ზოგადად ამერიკის პოლიტიკურ ტრადიციაში და რა თქმა უნდა, ეხა რესპუბლიკურ ბანაკშიც მოხდება JD Vance-ის, ასე ვთქვათ, კორონაცია, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, რეალური ბრძოლის გარეშე თუ ასე ვთქვათ, რუბიო Vance-ის დაპირისპირება შედგება, ეს ამას ჩვენ ალბათ 2027 წლიდან ვიხილავთ, აქვე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტრამპის, ასე ვთქვათ, პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ დამთავრდება ეს ომი გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, რუბიო მინიმუმ დონორების მხრიდან პოპულარობას იკრებს. შესაბამისად, შეიძლება ასე ვთქვათ, JD Vance-ის უპირობო კანდიდატობას და მემკვიდრეობას, ასე ვთქვათ, წყალი შეუდგეს. რა ხდება დემოკრატიულ პარტიაში ამ კუთხით? ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ თემას და პულსზე ხელი უნდა გვედოს ყველა შემთხვევაში. არის თუ არა ეს რაღაცა უბრალოდ მოლოდინის რეჟიმი, რომ აი რა ზიანი დადგება ირანის ამ სამხედრო მოქმედებებისგან ტრამპის მხარეს და არა კონკრეტული რაღაც აქტიური პოზიციონირება, აქტიური ახალი რაღაც დღის წესრიგის შემოთავაზების მცდელობა. რა ხდება მათ შორის კადრების თვალსაზრისით? ეხლა სენატში არჩევნები დემოკრატებს სჭირდებათ, რომ შეინარჩუნონ მინიმუმ ეს არის ყველაზე 3 კალათაა ხო თან სენატში. სენატის შემოსატრიალებლად რა ჭირდება? 3, ანუ ამერიკას ხავს 100 სენატორი და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 6 მესამედი ირჩევა, ანუ 30. ეხლა 35 არის, იმიტომ რომ ფლორიდა და ოჰაიო მარკო რუბიოს და JD Vance-ის შტატების გამოთავისუფლებულია იქ ადგილები თუ ესენ თანამდებობაზე წავიდნენ და იქაც არჩევნებია. ეს კალათა, ანუ ეს 35 არ არის დემოკრატებისაც ყველაზე მომგებიანი კალათა. აქ უფრო მეტი მყარად რესპუბლიკური შტატის სენატორი ირჩევა, ვიდრე დემოკრატიული. თუმცა მათ მაინც აქვს შანსი შემოტრიალებისა, ხო? ანუ მათ ჯერ უნდა შეინარჩუნონ რამდენიმე საკვანძო შტატი, რომელიც გახდა უფრო ესეთი მერყევი და უნდა მინიმუმ 3, ანუ 3 შტატი უნდა შეინარჩუნონ, 3 გადმოიბირონ თავის მხარეს. არსებობს რაიმე ტიპის ესეთი მყარი ხედვა, ეხლა როგორ უნდა გააკეთონ ეს ჩანსეს, თუნდაც ახალ კადრებში, რომლებსაც ისინი ეძიებიან კანდიდატებად ამ შტატებში. ჩემი აზრით ეხლა ჯერჯერობით, ესე იგი ეს ხედვა ძირითადად ემყარება იმას, რომ შუალედური არჩევნებია, ზოგადად მოქმედი არაპოპულარულია, შესაბამისად ტრამპის არაპოპულარობაზეა ალბათ ძირითადი გათვლები. თუმცა აი რაც შეეხება ხა ომის პოზიციონირებას, ეხლა გამოჩნდება, ხო, როგორც ვიცით, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ პენტაგონმა სთხოვა თეთრ სახლს 200 მილიარდი $, ამ ომზე. ეს ეხა ეს ფული ხო იციდან არ მოვა, ეს ბიუჯეტში კორექტირება უნდა შევიდეს და შესაბამისად წარმომადგენელთა პალატას და სენატში უნდა მოხდეს კენჭისყრა. და ვიცით ჩვენ რომ სენატის პროცედურების გათვალისწინებით 60 ხმაა საჭირო, ხო, რესპუბლიკელებს აქვს რამდენი 52, ხო, თუ არ ვცდები. შესაბამისად გამოჩნდება მინიმუმ 8, ასე ვთქვათ,
ომის მომხრე თუ ისეთი დემოკრატი, რომელსაც თქვა შეეშინდება, რომ ხლა მე არ მომაწერონ, რომ თქვა ჯარის წინააღმდეგი ვარ და არა პატრიოტული ვარ და ასე შემდეგ და აი გამოჩნდება ეს ესეთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა იქნება იმ კუთხით შეინარჩუნებს თუ არა თქვა დემოკრატიული პარტია გაერთიანებულ ფრონტს ამ ომის წინააღმდეგ ისეთ დონეზე რომ ან დაფინანსებასაც არ მოგცემთ თუ რა გამოჩნდება ერთი 8-10 დეპუტატის სენატორი დემოკრატი რომელიც იტყვის რომ ახლა სამშობლო რა იმაზე მაღლა დგას პოლიტიკაზე და ახლა ჯარს უფულოდ ვერ დაგტოვებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო ეს გამოჩნდება, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ეს მესიჯი ბოქსი ისეთი უფრო არის რომ ნუ რაღაცა ამ ომის გამო ბენზინი გვიძვირდება და აი ხო ამ ბენზინის გაძვირებაზე კაპიტალიზაციაც რა თქმა უნდა თუ შენარჩუნდა ენერგორესურსებზე მაღალი ფასები ესეც ერთ-ერთი გათვლა რომ ბენზინის გაძვირებაზე კაპიტალიზაცია. როცა ლაპარაკობთ ჩვენ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ კვლავ საგარეო მმართველობას და ამით დაგემშვიდობებით გიორგი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გამწვავება ტრამპი კვლავ დაიმუქრა რომ აი ჩვენ ნატოდან გავალთ რაში გვჭირდება ნატო თავისთავად ეს მის რიტორიკაში რაში გვჭირდება ნატო მის რიტორიკაში ფუნდამენტურად დევს თავიდანვე შეიძლება ითქვას თუმცა ის ნატოდან არასდროს არ გავიდა საბოლოოდ ესეც კარგად გამოჩნდა არასდროს არც ერთხელ ეს საკითხი სერიოზულად არ დამდგარა აი ამ საარჩევნო წელს ამ ტიპის მუქარები რა კონგრესის ნებართვა არ მჭირდება და მე საიდანაც მინდა იქიდან გამოვალ რომელი ალიანსიდანაც მინდა რამდენად სერიოზულია თუ არის ეს კვლავ რაღაცა აი რაც იმიტომ რომ ამ ტიპის იზოლაციას კიდე ხო ასეთი ალიანსისგან მისი დაზიანება შეუძლია ამ არჩევნებში მათ შორის აი რომელიც წინელოდება რესპუბლიკურ პარტიას ხო, რაც შეიძლება მე თუ არ ვწდები და მე მგონი სჭირდება სენატის თანხმობა, ისე ეს ვერ გამოვა ნატოდან თუ არ ვწდები, მაგრამ ეს ხო მარტო გამოსვლა არ არის, ეხლა დაიცავს თუ არა ვალდებულებებს, მაგრამ ზოგადად ხო აი ეს რამდენიმე დღე რასაც ვადევნებთ, რომ შემოდით ამ ჰორმუზის სრუტეში შემოდით, მე არ მჭირდება თქვენი დახმარება აქ ეს მერყეობა, ну აქ რამდენიმე საკითხია. პირველი რა თქმა უნდა ნატოს რა ევროპულ სახელმწიფოებს არ შეუთანხმა არაფერი და რაც მოვიდა ასე ვთქვათ ლანძღავს და ამბობს რომ არაფრის თავი არ აგაგ და ასე შემდეგ, ეს ერთი. მეორე, ну ისიც უნდა ითქვას რომ ხა ნატო არის ახლა თავდაცვითი ორგანიზაცია, ხო? ხა ირანი ნამდვილად ნატოს თავს არ დასხმია, ანუ ხა ნატოს აქტივაცია, ხა ნატო ასე როგორც ორგანიზაცია ავღანეთის მიღმა არც ვიეტნამში მონაწილეობდა და არც თავად ერაყშიც არ მონაწილეობდა, ხო ვიცით ჩვენ რომ ну ბრიტანეთი და პოლონეთი იყო, გერმანიაც და ავღანეთი იყო სადაც ნატო მონაწილეობდა, იმიტომ რომ შეითვალა რომ იყო სწორედ ამერიკაზე თავდასხმის პასუხი. და მეორე საკითხია, ხო, ერთი არის რომ არ გვინდა, მეორე არის ევროპელების პასუხი რომ ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ ნუ აქ ის საკითხიც უნდა შემოვიტანოთ, რომელიც მაინდა-მაინც არავინ არ ამბობს, ხო, იმიტომ რომ ნუ ახლა აქვს კი ევროპას ახლა სამხედრო შესაძლებლობები, რომ ახლა რა გემები გაგზავნოს, ხო? თქვათ ორმუსის სრუტის პატრულირებისთვის, ჯერ ეს პატრულირება რამდენად ეფექტიანია, ეს ცალკე საკითხია, იმიტომ თვითონ ამერიკა რატო არ შედის, ხო? იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ახლა გემი რა თქმა უნდა ეფექტურია იმ კუთხით, რომ თუ თქვათ ახლა ბრძოლა იქნება ან რაღაცა, მაგრამ ირანს ტანკერის ჩაძირვა დრონითაც შეიძლება და როგორც ბასრასთან ჩაძირეს, ხო? ნავით მიცურეს და ნაღმი დაამაგრეს. საფრმავალი კატარღებით. ხო, ანუ ამის აღკვეთა ახლა უზა მილიონიანი გემებით ნამდვილად ძალიან რთული იქნება და მეორე ეს გემები თვითონ არის კი როგორც ვიცით, რა ვიცი, ბრიტანულ პრესაში როგორც იწერება, ხო ამ ესე იგი ავიამზიდი არიციან როგორ დაიცვან, ერთი წყალქვეშა ნავი ავსტრალიასთან არის და რაღაცა იმდენი გემია რემონტში, რომ ამ ერთი კვირა ელოდნენ სანამ კვიპროსთან გემი გაუშვეს, ხო, როგორც პრესაში იწერება და ფრანგებს ყავთ სამხედრო ძალა ამ ხრივ ზღვაზე ნამდვილად ეხა ყველასთან შედარებით მაგრამ ბრიტანელები და ფრანგები არიან და ფრანგების მონაწილეობა ტრამპმა 10-დან 8 ვაფასებ, მაგრამ ნუ ფრანგები არიან უკეთეს არც უნდა ველოდოთ მათგანო და ხო, ახლა რა თქმა უნდა რიტორიკულად ფრანგები უფრო რაღაცა კირსტარმერს უფრო რაღაცა სხვადასხვა კირსტარმერს ამდენაცა თქვა ტრამპთან ასე ბჭყალებში შეეშალა, იმდენად მე მგონი მოსახლეობაში მხარდაჭერა აქვს, იმიტომ მაინდა-მაინც დიდი მხარდაჭერა ეხა ირანთან ნებისმიერ ესკალაციას ბრიტანეთის შიგნით არ აქვს. რაც შეეხება მაკრონს რიტორიკულად გაცილებით უკეთესად გამოსდის, ну საქმეზე რომ იძგება ეხა ჩვენ ვიცით ხო, არანაირი ეხა ფრანგული გემები
ჯერჯერობით როგორც მაკრონმა თქვა, რომ ის შეწყდება და მე თუ საერთაშორისო მისია და პატრულირება რაღაცა მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ახლა ესე საომარ გაცხელებულ საომარ პროცესში რომ ახლა ორმუზის სრუტეში ტანკერებს გააცილონ, ეს ახლა არც ერთი ევროპული ამაზე ამერიკა არ მიდის ამ წუთას და რა თქმა უნდა არც ერთი ევროპული სახელმწიფო ამაზე არ წავა. ეს არის თქვა საქმის რეალური ვითარება. არის რიტორიკული მიმოცვლა აზრებისა, მოდი ასე თქვა. კაცრი შეფასებების, ასე რა დამახასიათებელია ამ ადმინისტრაციისათვის. მადლობა ძალიან დიდი დოქტორი გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.